რეგიონში ვიზიტად მყოფი მთავარი პროკურორი და პასუხგაუცემელი კითხვები. გიორგი ბადაშვილმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს არ უპასუხა. მათ შორის არც ტელეარხი 25-ის მფლობელებზე განხორციელებულ ზეწოლაზე გააკეთა კომენტარი. ჟურნალისტების შეკითხვებმა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსიც გააღიზიანა. თემურ დოლიძემ კითხვებს სასაცილო უწოდა და ჟურნალისტებს ურჩია უფრო კომპეტენტური კითხვები დაესვათ. დეტალები სულხან მესხიძის სიუჟეტში. ერთი წამით რა კამერები გაითიშა. თქვენ მე ვარ თქვენი კოლეგა ადამიანებო. რას აკეთებთ ამიხსენ? მე იურისტი არ გახლავართ. თქვენი კოლეგა ვარ. რას აკეთებთ უბრალოდ? თქვენ ხდებით რას აკეთებთ ეხლა? ადგილობრივ პროკურორს მიეცით უფლება ჩაგვეწყოთ. მიგვითითა თქვენთვის რომ და პიარის სამსახურს ეკითხებით იურიდიულ, ანუ მე ვარ თქვენი კოლეგა. თქვენ უნდა მიშრომდგომლად ხო ბატონ თამარ? მითხარით რა აგერვარ. აჭარის მთავარ პროკურატურაში კონფლიქტი ჟურნალისტებსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დაპირისპირება საქართველოს მთავარი პროკურორის ქმედებამ გამოიწვია. გიორგი ბადაშვილმა ჟურნალისტების მიერ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არ უპასუხა. მათ შორის არც მაცნეს შეკითხვებს გასცა პასუხი. პროკურატურა დღეს მზად არის იდგეს სამართლიანობის სადარაჯოს. სამწუხაროდ საერთოდ არ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ პროკურორისთვის დაგვესვა კითხვები. ვცადე კითხვის დასმა, თუმცა როგორც კითხვა დავსვი, პროკურორი დაცვამ გაიყვანა და თვითონაც გარბოდა, შეიძლება ისე ითქვას. სამწუხაროა, როდესაც ვერ ვიღებთ კონკრეტულ კითხვებზე პასუხს, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი სახით. რა ეტაპზეა ტელეარხი 25-ის მფლობელებზე პროკურატურაში დაკითხვისას განხორციელებული ზეწოლის საქმის გამოძიება? ამ შეკითხვაზე პასუხი ვერც მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძისგან და ვერც აჭარის მთავარი პროკურორის შოთა ტყეშელაშვილისგან მივიღეთ. ყველა ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება ვიმესხმდა ზეწოლა იყოს განხორციელებული, რეაგირების გარეშე არც ერთი არ არის დარჩენილი, მინდა გითხრათ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რომელ ფაქტზე უთითებთ, დეტალები შეგიძლიათ გითხრათ? ტელეარხი 25-ის საქმესთან დაკავშირებით არხის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მასზე განხორციელდა ზეწოლა. დაიწყო თუ არა გამოძიება ამ მხრივ უწყება? მოდი პრესამსახურით მიმართეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი რა ინფორმაცია გაქვთ დაიწყო თუ არა გამოძიება? მიმართეთ პრესამსახურს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? დაიწყო თუ არა ზეწოლის ფაქტზე გამოძიება? ჩვენთან მთავარ პროკურატურაში არის სტრუქტურა, რომელიც კურირებს ამ საკითხს და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ პრესამსახურს და გაგცემენ კონკრეტულ პასუხს. თქვენ როგორც უწყების ხელმძღვანელს რა ინფორმაცია გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით? შეგიძლიათ გითხრათ? მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს ვერ გაცნობებთ, იმიტომ რომ გამოძიების ინტერესებს ეწინააღმდეგე. არხის ხელმძღვანელი ზეწოლაზე საუბრობს. გამოძიება თუ დაიწყო? მე მგონი გაგეცით პასუხი. გამოძიება დაიწყო თუ არა ზეწოლის ფაქტზე? გაგეცით პასუხი უკვე. სამწუხაროდ არანაირი ცვლილება გამოძიება არ დაწყებულა და როგორც დღეს ნახე და მოვისმინე და უყურე პროკურორის თანაშემწეს მოადგილის განცხადებას, როგორც დავაკვირდი, არც დაწყებულა და იგნორირებას უკეთებენ ამ საქმეს. საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა რეგიონში მოღვაწე პროკურორები პროფესიული საქმიანობის პირნათლად შესრულების გამო სიგელებით დააჯილდოვა და საჩუქრად მაჯის საათები გადასცა.